აკრძალდება და ძალიან მაინტერესებს. ჩემთან იყვნენ მოსახლეობა მოსული, რომლებიც ამბობდნენ, რომ სოციალურ დაუცველები ექსკურსიაზე, რომელიც უნდა წასულიყო კასპიდან, წავიდნენ ჯანსავი და სრულიად არასოციალურად დაუცველი ხალხი. აი ეს მაინტერესებს ძალიან. და იმ დეპუტატებზეც ინფორმაცია შესაბამისად უნდა მიეწოდებინა ამ კომისიის ხელმძღვანელს. ეს კომისიის ხელმძღვანელი აღარ არის საქართველოში და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში არც აპირებს დაბრუნებას და რატომ არ დაბრუნდება? კი ბატონო და კომისია მუშაობს ხელმძღვანელის გარეშე? აღარ არის. გასაგებია. კი, აღარ არის. როდის უნდა ყავდეს ჩვენ ახალი კომისიის ხელმძღვანელი და მოსახლეობასთან კომუნიკაციაში როდის უნდა შევიდეს და მათი უფლებები როდის უნდა დაიცვას? კომისია არა. მე ამ ცოტას აკრაპატავდა როგორც რომელიმე კომისია თქოს როგორც საკრებულოს წევრი. და მე არ ვფიქრობ რომ საკრებულოს არც ყველა წევრის და თვითონ მოქალაქის პასუხისმგებლობა ის რაც მე თქვი ის და არ არის მხოლოდ რომელიმე კომისიის თავმჯდომარის უშუალო მოვალეობა კომისიის თავმჯდომარის. ეს გეთახმებით უშუალო მოვალეობა კომისიის თავმჯდომარის რამდენადაც ვიცი იყო შეგულებაში ახლა ხან დაწერა რამდენადაც ვიცი მე არ ვიცი ის განცხადება დაუწერია გარდაგვონასი და ალბათ წარმოადგენდა ხო ეს სხვა საკითხია მაგრამ აქ არ ვლაპარაკობ მე კომისიას მის ვალდებულებებს და იმაში მე არ ვეხები მე უშუალოდ ვკითხულობ იმას რომ და ვამბობ რომ ეს სამსახური მე ვფიქრობ რომ არ ეხება მაგ კომისიას ეგ საკითხი მე ვაყენებ ამ საკითხს რა შეშე აქ კომისია მე თვითონ ვაყენებ როგორც რიგითი საკრებულოს წევრი როგორც იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ჩამოვცანდეს ეს სამსახური მთელი თავისი შემადგენლობით და გაქცევ პასუხი თავიანთი ხარჯებით მაინც და მაინც უნდა ხელში ავიყვანოთ ის რამიანი ძალიან შეწუხებული ადამიანი ჩამოვიყვანოთ გარე გამოვიდეს ჩვენ სანამ იმ სამსახურამდე მივდივართ და იმ სამსახურს გავაკრიტიკებთ ჩვენი საკრებულოს შესაბამისი სამსახური რას აკეთებს რომელზეც გამოყოფილია თანხები რომელსაც ყავს სტატიანი თანამშრომლები ისინი რას აკეთებენ მაგაზე გავეცოთ პასუხი თუ შეიძლება რა პირველ რიგში და მე დანარჩენი უკვე მარინა მეტრეველი და თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებას მე მივიღებ